გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ალასანია და მინდა მოგესალმოთ თავისუფალი დემოკრატების ვებგვერდზე. ეს არის აქტიური და ცოცხალი ურთიერთობის საშუალება ჩვენი პარტიის თქვენთან, სადაც ერთად ვიფიქრებთ და ვიმჟელებთ თუ რა მიმართულებით წავეყვანოთ საქართველოს. ალბათ შეამჩნიეთ განახლებული ვებგვერდი. ფირუზისფერი და ზურმუხტისფერი ჩვენი საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ბუნებრივი სილამაზის ფერებია. ალბათ გაგახსენდათ აკაკის ცნობილი ლექსი: "ცაფირუს ხველეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო". თავისუფალი დემოკრატები სხვა პარტიებისგან განსხვავებით საკუთარ ფერებს არ ახვევს ქვეყანას. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ჩვენ გვინდა ძალა მივიღოთ ჩვენი სამშობლოს ბუნებრივი სილამაზისგან, იმ სილამაზისგან, რაც ჩვენს ირგვლივ არის და გვაყალიბებს ისეთებად, როგორებიც ვართ. ჩვენს ვებგვერდს მრავალი ფუნქცია აქვს. მე მინდა ერთ-ერთზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც საშუალებას მოგცემ თქვენ პირდაპირ დაგვისვათ შეკითხვები და ასევე გამოაგზავნოთ ვიდეო, რომელშიც თქვენ ისაუბრებთ თქვენს პრობლემაზე. ჩვენი პარტიის ლიდერები და მეც ყოველდღიურად გავეცნობით თქვენ შეკითხვებს და გიპასუხებთ და მოგაწოდებთ ჩვენ ხედვას. ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც ასევე ჩვენ ვებგვერდს აქვს, ეს არის თქვენი თანამონაწილეობის გაზრდა მოძრაობაში მახსოვს. ეს ის მოძრაობა, რომელიც საქართველოს და მთელ ჩვენს მოქალაქეებს რეალურად დაანახებს თუ რა დაპირებები ჰქონდა ხელისუფლებას ბოლო 7 წლის განმავლობაში, რა შესრულდა და რა არის გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მწვავე რეგიონალური პრობლემების განყოფილებაში ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ სოფელში არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ. თქვენ კი გექნებათ საშუალება ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით გახდეთ ასეთი შეხვედრების თანამონაწილე. ჩვენ ყველა რეგიონში, ყველა სოფელში ჩავალთ და ადგილზე დაველაპარაკებით ჩვენს მოქალაქეებს თუ როგორ ხედავთ მათი პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენი ვებგვერდის ბლოგზე ყოველდღიურად იქნება მსჯელობა დღის ყველაზე მწვავე საკითხებზე. ასევე Free TV Georgia-ზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ ალტერნატიული აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მე იმედი მაქვს, რომ ეს ვებგვერდი ჩვენ ერთმანეთს უფრო დაგვაახლოვებს და შესაბამისად უკეთესად გავუგებთ ერთმანეთს. ასე რომ ხშირად გვესტუმრეთ.